გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით. იოგას გაწევლობის თუ რა ქვია მაგას? კი, გაწევლობ. იოგას გაწევლობის მერე. ამის მერე სავარაუდოდ კიდე უნდა ვივარჯიშოთ და ძალიან მეზარება. არა. გაჩნია რა დრო დაგჭირდება ჩასაწერად. გაგიკვირდებოდათ და ამიტომ ავხსენით ეს ყველაფერი აქედან რატო გიერთდებით. ხო. საინტერესო თემა მოვიტანეთ. აჰა, ოღონდ არ გულაპარაკია ამ თემაზე წინასწარ. არ გულაპარაკია და ხო, მე მოვამზადე რაღაცები და მინდა ლაშამ ესე უცბად ეგ რა არის? აზრი გამოხატა. უცბად ხო, სპონტანურად გამოხატოს თავისი აზრი. დაფიქრება ხო შემიძლია ხო? დაფიქრება, რა თქმა უნდა შეგიძლია. არ დაგავიწყდეთ ეს არის ჩილოსოფის არხი და რომ უნდა გამოვიწეროთ YouTube-ზე აუცილებლად იმისთვის რომ შემოგთავაზოთ უფრო მეტი ნაირ-ნაირი ვიდეო. დღევანდელი თემა არის life coach-ები, ცხოვრების მენტორები, ალბათ ქართულად ესე არის, არც კი გამიგია რომ საქართველოში ვინმეს ყავს. მაგრამ ძალიან პოპულარულია ამერიკაში და ალბათ სხვა ქვეყნებშიც, მე ძირითადად ამერიკის მაგალითი მაქვს, იმიტომ რომ მათ უსმენდი. არა, შეხება არ მაქვს ამერიკასთან, მათ უსმენდი უბრალოდ და მინდოდა თქვენამდე მომეტანა ეს ყველაფერი. პირველი რითიც მინდა გავხსნა, როგორც life mentorები ამბობენ, ჩვენც ისე ვიწყებთ ჩვენს დილას უკვე აგერ ერთი თვეა. ერთი იწყებს, მეორეს აწყებინებს. ხო. დგებით ადრე 7 საათზე. მე პირადად სვამ წყალს. ხიზლდები, გამოდივართ სავარჯიშოდ, იოგას ვარჯიშობთ, ვაკეთებთ დიდი ხანი არა, მაგრამ ეგეც ძალიან კარგია. და პილატეს. წეწუნა მედიტაციასაც ვაკეთებთ, ლაშა შევაპარე როგორღაც. უბრალოდ შეიძლება მედიტაციის არ გჯეროდეს, მაგრამ მინდოდა რომ ეგრძნო და გაეგო რა არის ზოგადად მედიტაცია. ეს ყოფილა სასწაული უნდა გამოცავთ თქვენთვის უნდა ცადოთ. ჩემი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით. ძალიან დიდი ხანია დავიწყე უზმოზე წყლისმა. უზმოზე ყავას აღარ სვამ. ჯერ საუზმე, შემდეგ ყავა. რამაც მომიწესრიგა ფიზიოლოგიურად რომ გითხრათ, მომნელებელი სისტემა, არ მტკივა თავი, გაბრუებული და დიდი გასიებული თავით არ ვიღვიძე ვარ დასიებული და შეშუპებული სახით. და ძალიან შორის. ძალიან დიდი ხანია წლებია ესე ცხოვრობ. მაგრამ ისინიც ამას უსვამენ ხაზს, რომ თურმე ესე უნდა დაიწყო დილა. და რაც მთავარია და მომწონს ძალიან, ახლა იმას გეუბნები, დილით ადგომისთანავე მინიმუმ 1 საათი ტელეფონში არ უნდა ჩავიხედოთ. იმიტომ რომ ფსიქოლოგიით დამეთანხმება ამ დროს უფრო აღზნება ხდება ნერვული სისტემის, იმაზე მეტად აღვაგზნებთ, ვიდრე საჭიროა და მე მთელ დღეზე მიყვება ეს დაძაბულობა, სტრესი და რასაც ხედავთ, რა ვიცი. მე თუ მკითხავ, გადაუდებელი აუცილებლობა თუ არ გაქვს, საერთოდ არ უნდა ჩაიხედო ტელეფონში. ხო, და აი ჯეჯელოვას ლექციებს ვისმენდი, სხვათა შორის ძალიან კარგი არხი აქვს. არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ თქვენც მოусმინოთ და ისიც ეგრე ამბობდა, რომ აი ფიქრების მსვლელობას უნდა მისცე ეს თავისუფლება რა, საერთოდ უნდა იქით გაგაქროლონ. აი ეს დილა იმისთვის უნდა გამოიყენო და ესეც ერთგვარი მედიტაციაა, ხო? აი საერთოდ უნდა წაგიყვებენ ეს ფიქრები და უბრალოდ უსმინეთ შენ თავს, შენ სხეულს, შენს გონებას, შენ სულს. ეს რამდენიმე წუთი, რამდენიმე საათი, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია. მეთანხმები თუ არა ამას? ჩემი დილა როგორ წდება? ნუ ამ პერიოდში ხა იოგა თუ ძალიან არ დამიზარა, ძალიან დაღლული არ ვარ. ისეთია ხოლმე, რომ ძალიან გეზარება, მაინც კარგად დამყევი და მადლობა. ესეთი ამ პოლი ვარ. მაგის მერე ცივი შხაპი მომფერთ სწორებს. მე ვერა. მაგის მერე ჩემთვის მარიამა კითხვა, რომ ყავა არაო, მაგრამ ჩემთვის ყავა და სიგარეტი. ხო საუზმობ. აღარ საუზმობ. მოკლედ. ერთ პერიოდი ვცადე, მაგრამ ეხლა ყავა და სიგარეტი მირჩევნია. ესე გადაწყვეტე, კაი? ხო. მაგრამ იმაში გეთანხმები რა, რაღაცა აზრები რაც გიტრიალებს და გინდა რომ თავი მოუყარო ერთად, დილა საუკეთესო დროა მაგისთვის. და არაფერი არ უნდა ჩაუჩრა რა, აი ტელეფონი იქნება, სხვა გაჯეტებზეც მაქვს საუბარი, თუნდაც ტელევიზორიც რა, არ არის საჭირო ტელევიზორი ჩართვა და ძალიან მაგარია. აივანზე ფეხებს ავაწყობ ხოლმე და
ყავას იგარი და წიგნი ძალიან მოსწორებს დილით სიბრილეში. იცი რა, ეხლა წიგნიც არა მაშინ. შეტო. პირველ პერიოდში გაგვიძებისთანავე, მაშინ წიგნი არ უნდა აიღო, რა თუ ფიქრების მსვლელობას აძლევ თავისუფლებას. მე მგონი არა დილით რადგან ეს გადმოცემით ხარ, რომ დასვენებული გონება გაქვს. ან ტვინის აქტივობა გამეხო შედარებით იკლებს. და დილით როცა კითხულობ, უფრო საინტერესო რაღაცებს იჭერ, უთხრე დაუშვათ შუადღით რაღაცა ხმა გესმის იქ რა, ვიღაცა ლაპარაკობს. შეიძლება წიგნების წინააღმდეგი მე არ ვარ პირიქით. რო არ ხარ კაცო. პირიქით. უბრალოდ დილა საკუთარ თავს დაუთმე და ეს იმედიტირე და მთელი ამბები. კიდევ ერთი ჩართვა მაქვს, რაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ წინა წელს იყო თუ 2 წლის წინ რაღაც ტრენინგი გავიარე, ამერიკელები იყვნენ ჩამოსულები. 9-1-1-ის თანამშრომლები იყვნენ და ჩაგვიტარეს უკარგესი ტრენინგი და იმათმა გითხრეს, რომ მოდი აბა ჩამოწერეთ რისი მადლობლები ხართ დღეს. აი უშუალოდ აი ამ დილით მოხვედით აქ და რისი მადლობლები ხართ და ვაჰ, კაც დაუფიქრდი ესე გლობალურად წავედი და ამ დროს გლობალურობა კი არა, ძალიან კონკრეტულობა არის საჭირო. აი მაგალითად იმ ზღოლის, ვინც მომიყვანა აქამდე, ან იმ რა ვიცი. ხო და ეს მადლიერების რაღაცა გზნობაც რო ჩავთოთ სადღაც. ესეც მაგრად მუშაობს. ანუ მადლიერება, ეხლა რაც თქვი, ის გამოგცემდა რომ საკუთარი თავის მადლიერებას, აი თუნდაც იოგას რო ვასრულებთ ხოლმე, ის გოგოც მადლობას გვიხდის და გვეუბნება რომ თქვენ თავსაც და თქვენ ფიზიოლოგიასაც გადაუხადეთ მადლობა იმისთვის რომ აი დღეს ეს დღე კარგად დაიწყეთ ან გაჩუქათ და თავარი ის არის რომ ანუ რამე იდიოტობაზე არ უთხრა მადლობა რა, პროსტა მადლობა მადლობისთვის არ თქვა. არა, მე დილით გამიჭირდება რა, მე საღამოს უფრო შემიძლია. ხო და აი ზუსტად ეგ მქონდა მონიშნული რომ ყოველ დღესაც შენ თავს კითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე რა. ხო. ხო და სახობასაც კარგია და დილითაც იყო საღამოს უფრო შემიძლია ეგ ამბავი. კი, მადლიერება ზოგადად ძალიან კარგია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. უბრალოდ დაფიქრდით ხოლმე, რაზე ხართ მადლობელები და ეს რაღაცა მე ცხოვრების ხარისხსაც გვიმჯობესებს ესე მგონია მადლიერების განცდა. არა? იმიტომ რომ მადლიერი ხარ, უბრალოდ გაიღვიძე, რა მაგარი დილა გათენ და მზიანი როგორ გრილა. ანუ უკვე კარგ განწყობას უქმნი, კარგ იმპულსებს გადასცემ შენს სხეულს, შენს გონებას, რომ ესე დაიწყე დღე პოზიტიურად. ხო, პოზიტიურად იწყება რა. ამ მადლიერება. ან დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც. პოზიტიურად დაწყება უფრო იმას ნიშნავს, რომ აი დილით რო იღვიძებ ოჯახის წევრებს ესალმები? არა. რატო? არ ვიცი, არ მაქვს ეგ კულტურა. დილით რო ადგები, მიესალმე ოჯახის წევრებს? მან არა უკვე პოზიტიურად იწყებ რა დღეს მაგით. ხო, ვის რა აქვს ესე იგი რა მისალმება თუ მადლიერება თუ რაღაც გაღიმებაც კი? აი თუნდაც სარკეში რო იყურები და შენ თავს გაუღიმებ, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ან მაგალითად კიდევ უფრო მარტივი, არ ვიცი, უფრო მარტივი, მაგაზე მარტივი რა უნდა იყოს, მაგრამ ყავა შემთხვევით რომ იმზადებ დილით, შეთავაზე დარჩენებსაც, შენ კარს, შენ შვილს. კიდე ერთი იყო ძალიან საინტერესო. რასაც არასოდეს არ მიფიქრია. დაფიქრდი დილიდანვე იმაზე, რა არის შენი ინსპირაციის წყარო. და ეს ბიჭი ერთ-ერთი life mentor-ია და კიდევ ბევრი რაღაცა. ეგეც ამერიკელი. რა თქმა უნდა. ამბობდა, რომ ერთი და იგივე ვიდეოებს ვუყურებდი, რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთი და იგივე ვიდეოსთან ერთს. რომ აი გრძნობდი, რომ რაღაც აი აქედან ინსპირაცია მომდიოდა. და რაღაცა მამოტივირებელი ფრაზები იყო და ძალიან მადგებოდა ეს ცხოვრებაში და ეს აი გაუჩერებლად უყურებდი ამ ერთი და იგივე ვიდეოს. რას ფიქრობ შენ ამაზე? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი კონცენტრირდები იმაზე შენ ემოციებზე, შენ განცდებზე, შენ თავზე არ გჭირდება არავინ მენტორი რა. შენ თვითონ მიხვდები იმას, რის იკეთება გინდა, უბრალოდ მე გზების ძიებაში შეიძლება მოგიხმაროს ვინმე. ხო და ესენიც მაგას იძახიან, რომ თუ კონცენტრირდები შენ თავზე, უბრალოდ სადღაც ხო იჭედება ადამიანი, ხო? სადღაც ხო იჭედება ადამიანი. აი მაგალითად ცუდი გამოცდილება აქვს, ცუდი წარსული გამოცდილება აქვს. ნებისმიერ რამ, აი მაგალითს ვიტყვით უგინდა, შეყვარებული დაცილდა. და ძალიან დიდ დეპრესიაშია და ვიღაცამ უნდა გამოიყვანოს, ანუ ვერ გამოყავს თავის თავი. ხო, ოღონდ დეპრესია არის კლინიკური მდგომარეობა რა. ხო. მე არ ვამბობ რამე ეგ კლინიკური ჩვენება. ხო და ესენი არ აღიარებენ მაგას, ანუ ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, არ აღიარებენ რომ აქ ფსიქოლოგის ჩარევა არის საჭირო,
ვის უნდა დაივიწყო და მომავალზე იფიქრო, რა როგორი გაგეშალა, აი ამით კი არ, ანუ ეგ ძალიან მაგარია, ემოციური ინტელექტში როგორც განვიხილეთ მაშინ, რომ კი არ ჩავფლავდი, ვისწავლე ამით. კი, მაგარია, მაგრამ ეგ არის wording-ში რა, ანუ სიტყვებს ვცვლი პროსტა იმისთვის, რომ შენ twins გაუგზავნო იმპულსი, იმისა რომ ეს სიტუაცია შენთვის არ იყოს ზედმეტად დამთრგუნველი. მაგრამ ის რო სიტუაცია, ანუ რაღაცა შეყვარებულს დაშორდი და არ გაიაზრო ეგ ნიშნავს იმას, რომ პირველად ვერ განვითარდები. ანუ ვერ დაინახავ იმას, შენთვის რა იყო მნიშვნელოვანი, რატო გადადგი ეგ ნაბიჯი, ან იმან რატო გადადგა ეგ ნაბიჯი. გარდა მაგისა, ეგეთი ტრამული გამოცდილებები რაც არის თუ არ გაიაზრებ, ჩავა არაცნობიერში და მე იქიდან მაინც შეგაწუხებს. ერთ-ერთი კიდე სხვა სუსმენდი, რამდენიმე იმას თქვენი შევაჯამე რა და ეს კაცი ამბობდა, რომ აი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი სკოლაში და აი მივხვდი რომ ამაზე ფიქრი კი არ იყო საჭირო, ანუ იმაზე იყო ფიქრი საჭირო, რას გავაკეთებდი ცხოვრებაში, აი მომავალში რა ვარ, ვინ ვარ, ამაზე ჩაფიქრება. ძალიან მაგარია ამაზე ჩაფიქრება, ვინ ვარ და რა მინდა, მაგრამ იმის გაზრების გარეშე და იმის გადალახვის გარეშე, ან ალკოჰოლიკი მამა მყავდა და ისე რა ქვია, უბრალოდ დავივიწყე? ხო და არა. და უბრალოდ მობილიზდი მომავალზე? ეგ ორი სხვადასხვა რამეა. არა, ზოგადად წარსულ ტრამვულ გამოცდილებაზე ვამბობ რა. ესენი იძახიან, რომ ეგ არის ჩიხი და პაკა უნდა უთხრა რა. რადგან მოხდა, უკვე მომხდარს ვერ შეცვლე. ხო, ну, რაღაცა ლოგიკა არის მაგაში, მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ არ უნდა მაგრამ ფსიქოლოგები სულ სხვანაირად ამბობენ ამას, რომ თუ ბავშვობის გამოცდილებები არ ამოიტანე, თუ ის არაცნობიერი განცდები არ ამოიტანე, კი, იმიტომ რომ ნახე, შენ მომავალზე ახდენს რა გავლენას ის რა წარსულს გაქვს. ის რომ შეყვარებულთან დაშორების ტრამული გამოცდილება გაქვს, დიდი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მომავალში რაიმე ტიპის ურთიერთობას რო დაიწყებ, არ ვიცი, გინდა ქალი იყოს, კაცია ქალია, მაგრამ ისთან გინდა იმასთან დაიწყო. ის შენი გამოცდილება იმდენად იმოქმედებს შენზე, რომ იქ შეიძლება ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმის გამო, რომ ეგეთი გამოცდილება გქონდა. მაგის გააზრების გარეშე გიჭირდება, რომ ესეთი განსხვავებული ურთიერთობები აწყო. მეც ესე ვფიქრობ და მაგაში კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ უბრალოდ დაივიწყე და უბრალოდ მობილიზდი, ვინ ვარ მე. ანუ როგორ უნდა გაიგო, ზოგადად ის მომივიდა თავში, რომ ადამიანს რო ვეცნობი, მაინტერესებს ხოლმე იმის იქით რა არის, ანუ ყოველდღიური ურთიერთობა შეიძლება გქონდეს, ან სამსახურეობრივი, ან რა ვიცი. და გაიგო, რომ რაღაცა ხალისიანი ადამიანი, რაღაც ვაუ, კაია, ამასთან ურთიერთობა, მაგრამ იმისი რაღაცა იქით მაინტერესებს ხოლმე, ანუ წარსული როგორი გქონდა, საიდან მოდის, სად იცხოვრა ზოგადად. აი, მაგაში მაინტერესებს, რომ ის ადამიანი უკეთ შევიცნო. და როგორ შეიძლება, რომ მე აქედან დავიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა და ის ანუ რაც აქვს ხო? უკან შენთვის საინტერესო ადამიანია, ხო? აუცილებლად საინტერესოს გულისხმობთ არა ყველას, რაში მაინტერესებს მართლა ყველა. ჩემთვის საინტერესოს ვამბობ. არა. ვინც მაინტერესებს, აუცილებლად მაინტერესებს დღემდე რაც იყო, ისიც გავიგო. რომ რაღაცაში დაბეჭდილება და სრული ასე თუ ისე წარმოქმნა შემექმნას მასზე. ხო. და ეს ჯანსაღია. ხო და ეს ლაივ მენტორები, რა ვიცი. ატრაკები. შეიძლება პირდაპირ ითქვას. თუმცა კარგ რაღაცებსაც იძახიან ხოლმე ხანდახან. ხო და ეხა კიდე რაზე მინდოდა ხაზგასმა გეტყვი. ესენი ამბობენ და უმეტესობა მათგანი მოდის რაღაცა წარსული ტრამვული გამოცდილებიდან. თუნდაც აი ის ატომური ჩვევები რო ვახსენე, ეს კაცი იყო სპორტსმენი, აუცილებლად რაღაც ტრამვა მიიღო, ბურთი მოხვდა თუ რაღაც აღარ მახსოვს. კომაში ჩავარდა და ნელ-ნელა რო გამოერკვა ამ კომადან და ისე დაუბრუნდა ძველ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ასე თუ ისე, უთხრეს რომ სპორტს ვეღარ გაჰყვებოდა და გადაწყვიტა რომ ძალიან უყვარდა და ძალიან უნდოდა რომ გამხდარიყო, არ ვიცი რომელ სპორტს მისდევდა, აღარ მახსოვს და გადაწყვიტა რომ აი მაშინ რაღაცა სხვას ვისწავლი. მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ტრამვა მისთვის და აი ამ ტრამვის საფუძველზე, აი ეს წიგნი დაწერა, რაღაც უნივერსიტეტი დაამთავრა, ამ ტრამვის საფუძველზე იყო. ეგ ტრამვა რო არა, შეიძლება ეგ წიგნი არ დაეწერა. და უამრავი ლაივ მენტორი, აი ახლა ჯო დისპანზა, მე მგონი სწორად ვამბობ გვარს. კი, აი ეს კაცი არის იგივენაირად რაღაც ტრამვა მიიღო
და პლაცებოს მეშვეობით თავისი თავი გამოიყვანა, ანუ ეუბნეოდნენ, რომ ვერ ივლი ფეხზე, ვერ გაივლი, ან თუ გაივლი რაღაც 3 წელი დაგჭირდება ფიზიოთერაპია, რომ კაცრავად ნაბიჯებს გადადგმა ისწავლო და ამ კაცმა თავისთავად დააჯერა, რომ შეუძლია ერთ კვირაში თუ ორ კვირაში გადადგას ნაბიჯები და გადადგა ნაბიჯები და ამის საფუძველზე წიგნები დაწერა და life coach-ია და ხალხს ამოტივირებს, რომ თურმე დაავადებებსაც კი ყურნავს ესეთი თერაპიები, მენტალური თერაპიები. ვინმე მარიცოდეს და ეს პლაცებო ეფექტი აგვიხსენი რა ჯანდაბა. მოდი ძალიან ბევრი ვილაპარაკე და შენ აგვიხსენ. კაი, პლაცებო არის მაგალითად, როდესაც იმის თავის ტკივილის დროს მიიღებ შაქრის ნატეხს და გონია რომ იქშველის რა. რეალურად ყველა წამალში ალბათ რაღაცა პროცენტობით პლაცებო დევს. სავარაუდოდ, ხო. რეალურად. ხო. არ გამომიკლავია, მაგრამ ალბათ არა. ხო, ეს არის უბრალოდ შენი თავის დაჯერება, გჯერა რომ რაღაცას რო დაალევ, შეჭამ, ეს გიშველის და კარგად გაგხდის. რა ძალიან მაგრად მუშაობს. ანუ რწმენაა რეალურად. რწმენა, მაგრად მუშაობს. ხო, რაღაცა იმოქმედებს შენზე. მე მქონდა ეგეთი კითხვა. რამდენიმე ფრაზე გამახსენდა იმათი. ვინც ანუ შემხვედრია რა. ერთი იყო შეიყვარე შენი თავი. ძალიან ზოგადი ნათქვამი. კი, შეიყვარე შენი თავი. ეს ალბათ ყველა მანიფესტაციებით სწორად ვამბობ, აი ამებზე მუშაობს ხოლმე რომ ეგრე არის. მანიფესტირებ რომ აი შეიყვარე შენი თავი. შენ ამას იმსახურებ, შენ ლამაზი ხარ. შენ ურთიერთობებში მარტივად შეხვალ, ფულს იზიდავ. აი ეგეთი. აი რაღაცა რატო იმსახურებ? ბიჭო, რატო აკეთებენ იცი? ანუ რეალურად ფსიქოლოგითან რო არ მივიდნენ და აი თავის შესწავლა ესე წარმოუდგენიათ. აი მაგრამ გააზრების მაგარიში ხო მაგას შინაარსი არ აქვს. რაღაცაზე რომ ამბობ შენ ამას იმსახურებ, თუნდა იცი რატო იმსახურებ. ხო, აი მაგას ვამბობ, ეს არის ძალიან მშრალი ფრაზა და იმის ქვემოთ და სიღრმეში რა არის აისბერგის ქვემოთ. იქნება ვაფშე არ იმსახურებ. ეგრე არ უნდა ვთქვათ რა მგონი. არა, ნახე, იქნება არ იმსახურებ იმის გამო რომ ცუდი ადამიანი ხარ, არ ვიცი. რაღაცებს არის სხვა ადამიანებს ცუდად ეკცევი. ის კი არ უნდა შენ თავი კი არ უნდა დააჯერო რომ შენ ამას იმსახურებ. უნდა გაიაზრო რომ იმ ადამიანებთან დამოკიდებულება შეცვალო იმის გამო რომ შენ რაღაცა დაიმსახურა. ხო ხედავ აი ერთ პატარა ფრაზაზე სად წახვედი და ისინი გატკეპნილად რო ერთ და იგივეს იძახიან რაღაც. რა არის შენი მისწრაფებაო? ეს უნდა იმის მერე რომ ვინ ვარ მე? რა არის შენი მისწრაფება? ეს უნდა მოძებნო და ესენი იძახიან რომ აი ბევრი ფიქრის საფუძველზე შენ აღმოაჩენ რა არის შენი მისწრაფება. ან უბრალოდ უნდა სცადო ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რამ, აი მაგალითად დაიწყო ქარგვა, დაიწყო ვარჯიში და ასე შემდეგ და მიაგნებ შენს მისწრაფებას. რაც არ არის აზრს მოკლებული აბსოლუტურად. მე უფრო ვეთანხმები. მხოლოდ ფიქრით ვერ მიხვდები რა არის ის ვისკეთებაც ქსიამოვნებს რა. კი ბატონო, თუ არ დაიწყე, ვინც არ ვისკავ შამპანურს არ სვავსო. ხო, რაღაცა უნდა გადადგა. ნაბიჯი უნდა გადადგა. არის ან ნახე ფიქრი კარგია, შეიძლება შენ თავში რაღაცები დაიჭირო, მაგრამ თუ ქმედებაში არ გადაიტანე, მაშინ გამოვა მარტო ფიქრობ და საერთოდ ვერ მიხვდები იმას. ჩაიბლანდები იმობობის ქსელში. რეალურ სიტუაციაში ქსიამოვნებს თუ არა რაღაც ხატვა. ხო, თუ არ სადა. ხო. აუცილებლად უნდა სადა. ეგ კი, მაგას ვეთანხმები. კიდევ რაც იყო, აი ჩაფლავდის ნაცვლა და მე ამას ვიმსახურებო. რაზეც ვისაუბრეთ უკვე. ემოციური ინტელექტში ვისაუბრეთ იგივე. მე მგონია რომ აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ არ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ის როგორ ამბობ რაღაცას რა. ნებისმიერი რამე, ნებისმიერი ამბავი შეიძლება მოყვე პოზიტიურადაც, ნეგატიურადაც, ნეგატიური განცდებით და ემოციებითაც და პოზიტიურადაც რა. მათ შორის შენ თავზეც. ხო. შენ თვითონ როგორ შეხედავ იმ სიტუაციას და იქიდან გამომდინარე შენი ვორდინგი როგორ არის ქართულად? შენი ლექსიკა, ხო. როგორ იქნება? მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმაში, შენი ტვინი როგორ აღიქვამს იმ სიტუაციას და როგორ მიაწვდის სხვებსაც. ვინ უნდა ვიყო დღეს, რომ მოვიზიტო ისეთი ცხოვრება, როგორიც მინდა. აბა, განვავრცოთ. მე მგონია, რომ საკუთარ თავის სამუშაოდ კარგი ნათქვამია.
იმისთვის რომ საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყო. ვინ გინდა იყო და იმ ტიპისთვის რა უნარებია საჭირო. მე აი თვითონ ის უნარები ნელ-ნელა. შიშზე ქონდათ კიდევ ლაშა. რაზეც მინდოდა. აბა, მინდა. მე თქვა რომ შიში არ უნდა ჩავკლათ ჩვენ თავშიო. პირიქით იქნება ეს ამ შიშის საფუძველზე რაღაცები ვისწავლოთო. და ამაზე გქონდა ჩვენ ემოციური ინტელექტი ზუსტად რა განხილული რომ აი მაგალითად აუდიტორიის შიში გაქვს. და ეს ყველაფერი გარეთ უნდა გაიტანო და აჩვენოს ხვებსაც რომ აი ცოტა კი დაძაბული ვარ დღეს და შეიძლება იხუმრო კიდეც ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც უფრო გახსნის და უფრო მიმღებლობას შართავს აუდიტორიაში. შენს მიმღებლობას. შიში უნდა რა უნდა ქნაო? ანუ არ უნდა ჩავკლათ ჩვენ თავში, არ უნდა მოვერიდოთ იმ შიშს. პირიქითო. იცი არის მაგას. იქნებ შიში გასაღებიაო ესეთი გამონათქვამი ქონდეთ. მაგას ვეთანხმები. მეც ვეთანხმები. ეს ან იქიდან გამომდინარე რა, მოდი შიში რა არის? სიკვდილი რო ავიღოთ, ხო? შეუცნობელის შიშია, ანუ არ ვიცი იქ რა იქნება და ამიტომ ეშინია. ზირთა შემთხვევაში არის გაუაზრებელი. მისთვის უცნობი გაურკვეველი სიტუაციები. კი ბატონო. ან დისკომფორტის მომტანი სიტუაციები, ხო? ხო. და მან რა იყო შიში არ უნდა გაუშვა გარეთო, თუ როგორ არა, პირიქით უნდა გაუშვა, არ უნდა დაიტოვა. ჩაიკლა და არ უნდა დამალო, პირიქით იქნებ შიში გასაღებიაო. ხო. ნახე, რაღაცა ისე გავიგე, რომ თითქოს შიში არ უნდა გქონდესო. არა, უნდა გქონდეს, პირიქით. ანუ უნდა გქონდეს, არა, უნდა გამოაჩინო. რაც გაქვს ის შიშები უნდა პირიქით. აქ იყო კიდეც რომ აი ჩელენჯივით იყო რომ ჩამოწერეთ 3 შიში არის შიშები გაქვთ და იარ მიფიქრია მაგაზე. ესე ღიად არ მიფიქრიათ რომ ვიცი რომ რაღაცების მეშინ. შიში არის ძალიან კაი რაღაცა. ჩვენ რაღაცებში გვეხმარება შიში. ადამიანები ხო შედარებით რაციონალური ტიპები ვართ წესით. და ეს შიში გვიცავს იმისგან, რომ ამ რაციონალიზმისგან არ გადავარდეთ სადმე რადიკალურში რა. მაგალითად შიში რო არ გქონდეს შეიძლება გადაწყვიტო რომ მე ხა მინდა არ ვიცი სადღაც რომ ყინვარწვერიდან გადმოხტე და თუნდაც ბავშვზე რო აიღო რა თუ არ ეშინია ცეცხლით მივედით ის დაიწვავს ხო ანუ ელემენტარული რო ავიღოთ რა შიში გიცავს რაღაცა საფრთხე ანუ სიგნალია იმისა რომ რაღაცა შენთვის შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი სიტუაცია და შენ უნდა მობილიზდე მაგისთვის რა რომ გამკლავდე მაგ სიტუაციას კი ბატონო. ამიტომ ცუდი არ არის შიში. ცუდი არ არის შიში. რაღაცებში ძალიან გვეხმარება.